ამ თემებზე ბევრჯერ გვისაუბრია, მათ შორის თქვენთანაც, მაგრამ რატომღაც სანამდენი არ გაითიშა და მთელი საქართველო არ ჩაბნელდა საზოგადოება, სხვაშორის პოლიტიკური პარტიების ოპოზიციაც არ უდგებოდა განსაკუთრებული ყურადღებით იმ საკითხებს, რაზეც ახლა იყო აქ საუბარი. და რაც თუნდაც იგი ერთი კვირის წინ ევროკავშირის აი ამ 21 სასანქციო პაკეტშიაც იყო ფაქტობრივად მოხვედრილი. იმიტომ რომ მანამდე ბრიტანეთთან და ბრიტანეთის სანქციებში რომ საქართველოში ხდება კრიპტოვალუტის მოპოვება ერთი მხრივ ლეგალურად, თუმცა ლეგალურად როდესაც ვამბობთ, ვიცით რომ არის კრიპტოქარხნები გლანში, ინდუსტრიულ ზონებში, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც ვალინგს ეკუთვნის, გლანის აგერი ინდუსტრიული ზონა, რომელიც მსოფლიოში გახდა უკვე ცნობილი და მანამდეც იყო ცნობილი, ოღონდ არ ვიცით ვინ არიან, ვის ეკუთვნის, აიდან, რამდენი კომპანია, ერთი რამ ვიცით რომ ეს არის ენერგოვამპირი, რომელიც ანგრევს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას. და ამ საკითხზე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ ქონია საუბარი, რეალური, ასე ვთქვათ, გათვითცნობიერება აი ამ პრობლემის სიღრმისეული არსისა არა მარტო თუნდაც იგივე სანქციების გვერდის ავლა, შავი ფული, რუსეთისადმი მხარდაჭერა, რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსება საქართველოში გამომუშავებული კრიპტოვალუტით და საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიებით, თუმცა ორი სხვადასხვა რამეა, ერთი ტრანზაქციებით და კრიპტობირჟა და კრიპტოკომპანია, რომელიც ბრიტანეთმა დაასანქცირა და ასევე ევროკავშირმა 4 კომპანია, მათ შორის 3 ის კომპანია, რომელიც ასევე ბრიტანეთის სანქციებში იყო. მეორე არის მოპოვება. მაგრამ ამ მოპოვებასაც ასე ვთქვათ აქვს გაუმჭვირვალე ხასიათი. ერთი რამ ვიცით რომ გზა გაკვალა ბიზნესმენებმა. მან დაარსა გორში და გლდანში კრიპტოსაწარმო, ერთლარად მიიღო მილიონობით ლარის ღირებულების მიწა. იქვე 800 მეტრში აიშანა ქვესადგური. არაფერს იხდის ბიუჯეტში ეს კრიპტო ასე ვთქვათ დაწესებულება ბითბური რომ ერქვა, თუმცა ეს გადაკეთდა თავიდან თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იყო, მაგრამ პროფილი შეიცვალა, სხვებიც შემოვიდნენ. გარდა ამ ბითბურისა, რომელსაც ახლა დღეს სხვა სახელი ჰქვია და რომელიც არის საქართველოში ნომერ მეორე მომხმარებელი ელექტროენერგიისა, რომელიც მოიხმარს 500 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას, რომელიც არის ორჯერ მეტი ვიდრე მოიხმარს რკინიგზა და თბილისის მეტროპოლიტენი ერთად აღებული. იხდის ბიუჯეტში ნულს. ერთადერთი გადასახადი არის 80-მდე დასაქმებული ადამიანის საშემოსავლო გადასახადი, ოღონდ ეს არ არის კომპანიის გადასახადი. ამას ხელფასიდან იხდის დასაქმებული 80 ადამიანის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული იმაზე ნაკლებია, ვიდრე გლდანში ერთ კილომეტრში მდებარე მაკდონალდსის რესტორნისა. 2 მილიონ ნახევარ დოლარი შეაქვს ბიუჯეტში. ხო, აი რა სიკეთეს შეიძლება იღებდეს მოქალაქე ეს რომ აუხსნათ? ერთი რომ შესაძლოა არაპირდაპირ შესაძლოა ბევრი სხვა მიზეზიც ჰქონდეს, თქვათ იმ კრიზის რომელიც ელექტროსისტემაში ჩვენ ახლა ვნახეთ, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი დავუშვათ რომ არის ეს, ზიანი გასაგებია, მაგრამ აი თქვათ არის ლეგალური ეს ბიზნესი. ზოგ შემთხვევაში არის ცხადია, ხო? მოქალაქეს რა იმით, რომ გადასახადისგან თავისუფლდება, იაბდენს იყენებს, აქვს განსაკუთრებული საშეღავათო პირობები. აი ამ ყველაფრის შედეგად რა სარგებელი აქვს საქართველოს მოქალაქეს? მოიეთ, მაშინ გავმიჯნოთ ერთმანეთს კრიპტომოპოვება, აი ეს მაინინგს უწოდებენ და კრიპტო საწარმოები, რომლებიც დასანქცირდა ბრიტანეთსა და ევროკავშირის მიერ და რომლებიც აწარმოებენ გადარიცხვებს, მათ შორის ბრიტანულ სანქციებში პირდაპირ სიტყვასიტყვით წერია, ემსახურებიან რუსეთის მთავრობას და ახორციელებენ ასეული მილიონობით ტრანზაქციებს იმ საქონლის შესაძენად, რომელიც შემდეგ რუსეთის სამხედრო მანქანის გასაძლიერებლად არის გამოყენებული. ანუ საქართველოში არის 4 კომპანია, რომლის დამფუძნებლები არიან ამ ინდუსტრიულ ზონებში, ანუ 2 გლდანის ინდუსტრიულ ზონაში, 1
ჰუალინგის კუთვნილ ქუთაისის ჰუალინგი ვიცით რომ ჩინური კომპანია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში და ერთი სადღაც სახშია დარეგისტრირებული. ეს არის ეს სანქციო პაკეტი, რომელზედაც იყო აქ მათ შორის ამ ფილმში საუბარი არის იმაზე, რომ გარდა ამ ბიტკოინების ფერმისა აღმოაჩინა ავტორმა ის, რომ ბირჟებიც ძალიან აქტიურია და ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში აქ რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე აქ საუბარი. მისი ბირჟის სიმსხვილე რომ წარმოიდგინოთ 25 მილიარდი ევრო. საოცარია. მე ვერ დავადასტურებ ამას, თუმცა ზოგადად საუბარია რომ რუსეთმა ბიტკოინებით განახორციელა 90 მილიარდი დოლარის ტრანზაქციები. და აგერ თავად ეს ავტორი ამბობს, რომ ეს არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის ნახევარი. სხვადასხვა ბრიტანულ წყაროებში ზუსტად ეს მონაცემი სახელდება. 90 მილიარდი და აი ამ რუსული ბირჟების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ის ქართული კომპანიები, რომლებიც აქ არიან დარეგისტრირებული ქართული იურიდიული პირები არიან, იმართებიან რუსეთიდან, ოფისებიც კი არა აქვთ. აქ არის მისამართები და იპოვეს ასე ვთქვათ თბილი ნავსაყუდელი, რატომ მაინც და მაინც საქართველოში, რატომ არა სომხეთში, რატომ არა სხვა ქვეყანაში. მხოლოდ 14 კომპანია დაასანქცია ევროკავშირმა. რამდენიმე ქვეყნის 14 კომპანია. სოფლიოში არის 193 ქვეყანა. რაღა მაინც და მაინც საქართველოში ან აზერბაიჯანში ან სომხეთში ვერ მივიდნენ ან სადღაც ბელარუსში. ბელარუსი ყველაზე უკეთესი არ არის რუსეთისათვის თუ შეიძლება ასე ვთქვათ ენერგეტიკაც ძლიერი აქვს, მაგრამ არა, აქ არის მრავალი ასე ვთქვათ გარემო. და აი ამ გარემო ეს ასე ვთქვათ უკონტროლობა, ხელშეწყობა და ბიზინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელსაც ძალიან ღიად საუბარი ამ ინტერვიუში. შემდეგ დღეს რომ გაყიდა და იმის მერე არაფერი არ ვიცით, ვის მიყიდა, როგორ გაყიდა, მაგრამ აგერ ამ სიუჟეტის იყო რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ ივანიშვილის აი ამ ფონდში დასაქმებული ადამიანი იყო მართველი აი ამ იმის კომპანიისა, რომელიც სადღაც კაიმანის კუნძულში მერე გადამალული. მოკლედ რომ დაუბრუნდეთ წარმოებას. რას ნიშნავს ეს? მოიხმარს 700 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას. ჩვენ ვაწარმოებთ 14 მილიარდ კილოვატ-საათ ენერგიას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 6% ხმარდება ამ კრიპტოქარხნებს. 10 ყველაზე მსხვილი ენერგომომხმარებელი კომპანიიდან 4 არის კრიპტოსაწარმო. მეორე ადგილზე მყოფი ეს არის გლდანის ბიტფური. 20 ყველაზე დიდი ენერგომომხმარებლიდან არის 8 კრიპტოსაწარმო. ეს ჩავატარე ასე ვთქვათ ანალიზი მთელი ერთი თვე ამაზე მუშაობდი და როგორ უნდა მიხვდე რომ კრიპტოსაწარმო ამას კიდე ცალკე თემა უნდა. უნდა იყოს ზონაში დარეგისტრირებული, უნდა მოიხმარდეს ბევრ ელექტროენერგიას, აბსოლუტურად არაფერს არ იხდიდეს ბიუჯეტში ნული შენატანი დამატებულებას არ ქონიდეს და ამავე დროს ერთი რომელიღაც 30 ადგილზე მყოფი რომელიღაც საწარმო რომელიც აი ამ ჩანს კრიპტოში მუშაობს ის უფრო დიდია მაგალითად ვიდრე რომელიმე დიდი ქარხანა რუსთავში ან თბილისში არის სხვადასხვა ნიშნები როგორ უნდა გავარკვიოთ რომელი არის კრიპტო ასე ვთქვათ მომპოვებელი და რომელი არ არის მომპოვებული დაახლოებით 30-მდეა ამ 30-ից უკან ყველას უკან არის გავლენიანი ქართული ოსტების პოლიტიკური და ბიზნეს კლანის წარმომადგენლები 700 მილიონს რომ მოიხმარ ელექტროენერგიას და ერთი გვარი არის სახელი არის ვის ეკუთვნის ვიცით გლანში ვის ეკუთვნის ამ ერთის გარდა კიდე ერთი 10-მდეა დარეგისტრირებული ძალიან საინტერესოა ეროვნული ბანკის პოზიცია ყოველ ჯერზე ბრიტანული სანქციებისაც და ევროკავშირის სანქციების შემთხვევაშიც რომ მათი კონტროლის ქვეშ არ იყო რატომ არ იყო ან რატომ ვერ გამოვლინდა აქამდე თუ უკან არ ჩვენო ლიცენზია არ მიგვიწია და ამიტომ რა ჩვენი საქმე რასაც უნდა მას აკეთებინათ ეს როგორ არის საქართველოში არის 1000 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ზუსტად 1100-ია დარეგისტრირებული მუშაობს 900-მდე აი ეროვნულ ბანკმა რო თქვას აგერ ყაზბეგის ქუჩაზე არის 50 ლიცენზირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
მაგრამ ვიღაცამ ჩადგა ლამაზი შენობა, ასე ვთქვათ, შუქი, ანთია, ტაბლო, კიდია და ეწევა არალიცენზირებულ საქმიანობას და ეროვნულმა ბანკმა რო თქვას რომ და თაღლითობას ეწევა, ატყუებს ტურისტებს. სხვაშორის ასეთი რამეც მომხდარა. თუმცა ლიცენზირებულები და ეროვნულმა ბანკმა რო თქვას რომ ეს ჩემს მიერ ლიცენზირებული არ არის და მე რამე საქმეა, მე რატო უნდა ვაგო პასუხი. მაგრამ ეროვნული ბანკი ვერ იტყვის, იმავე წუთას გამოიჭერს სხვადასხვა. შეუძლებელია რომ საქართველოში არალიცენზირებული ვალუტის გადამცველი პუნქტი მუშაობდეს. ანუ ზედამხედველობის ეს სეგმენტი ეროვნულ ბანკში არის კარგად აწყობილი. მაგრამ მეორე სეგმენტი ეროვნულ ბანკში რომელიც აი ასეთ უზარმაზარ ტრანზაქციების გაპარვას შესაძლებლობას იძლევა და არა მარტო ასე უნდა ვივარაუდოთ რომ მათი დაბალი პროფესიონალიზმის შედეგია, არამედ იმისა თუ ვინ არიან ამ საწარმოების უკან. ჩვენ ხომ არ ვიცით ერთი გვარიც კი ან ერთი ადამიანიც კი ათასობით ხალხი მუშაობდა მე იმაში რა ქვია კოლ-ცენტრებში. ვინახია ერთი ვინმე სტუდენტი ვინც კი ინგლისური, გერმანული ან ფრანგული იცოდა, აღყავდა და უზარმაზარ ხელფას აძლევდნენ და მე რეკავდნენ უსხოში და ატყუებდნენ ამ საწყალ პენსიონერებს. თვალით მოგვიკრავს ვინმეს თქვენს აი მე ამ შენობაში ვიჯექი. აი 200 კაცი მუშაობდით, ამდენი ტელეფონი მქონდა. არა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან შეკრული სისტემა, რომელსაც ერთი დიდი ცენტრი, ასე ვთქვათ, მაფია, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, სახელმწიფო მაფია კურირებს. და დღემდე გაურკვეველია აი ამ ასე ვთქვათ, ამ ასეული მილიონობით ფულის აი ამ გამომუშავებაში და ევროპელი ადამიანების და პენსიონერების ძარცვაში ამ კონცენტრების ასე ვთქვათ, შესახებ დღემდე არაფერი არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გამოძიება მიდის. ასე არის. ასე არის ამ შემთხვევაში. გვერდზე გადავდოთ, მიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა პირადი ინტერესი კრიპტოვალუტის წარმოებაში და მაყურებელს უკვე მოუყევით რა ტიპის ინტერესი გამოავლინა მან პირადად. აი ეს რომ გვერდზე გადავდოთ, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის არაფორმალური მმართველია თუ ფორმალურია თუ საპატიო თავმჯდომარეა თუ რაც არის, საყოველთაოდ ცნობილია რომ ის მართავს ამ ქვეყანას. რა ტიპის პასუხისმგებლობა აკისრია მაშინ, როდესაც მის წინ აი ასეთი არალეგალური საქმიანობის ბუმია, რომლის შედეგადაც შესაძლოა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება. ისი ხელშეწყობითაც, ხო? ესეთი ლოგიკა გამოდის ჩვენ რა განცხადებებით გვეცმის საერთოდ. რატომ ხდება საქართველოში ასე და რატომ ხდება ისე ვიმეორებ სომხეთში, აზერბაიჯანში, სხვაგან რა? პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, ოცნების ხელისუფლებას. და თქმა უნდა, ოცნების ხელისუფლება არის მიძინა ივანიშვილი. კიდე არაფორმალური მმართველი უწოდოთ და რა ვიცი რა სახელიც არ უნდა შევარქვათ, ვინაიდან დანარჩენი ეს ადამიანები არიან პაიკები, რომლებიც უსიტყვო შემსრულებლები არიან მისი ნებისმიერი დავალების. ამ შემთხვევაში თლიანად აი ამ რეჟიმის პასუხისმგებლობაზეა საუბარი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ჩანს უკვე დადასტურებულად, თორემ დადასტურებული რომ არ იყოს ისე ვინ დაასანქცირებს წლები 21 პაკეტში მოხდა საქართველოს აი ეს ასე ვთქვათ კრიპტო საკითხი 21 4 წლის მერე. ვინაიდან თუ ევროკავშირი დასია დასავლური დემოკრატია და სამართლებრივი სისტემა და შეიძლება რაღაცამ გიჩივლოს და ასე ვთქვათ რეპუტაციის გარდა სხვა ზიანიც მოგადგეს, ამდენი ასე ვთქვათ შესწავლის შემდეგ დადასტურდა რომ და უკვე სამარცხინო დაფაზე ჩანოვართ ეს პერიოდი რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა 3 კომპანია და პირდაპირ საუბარია რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარება, ევროკავშირმა დაასანქცირა 4 კომპანია და სულ 4-5 ქვეყანა ამაში და მთლიანად 14 კომპანია და 14-დან 4-ია. ევროკავშირის სანქციებში 4-ია ბრიტანული და პლუს კიდევ ერთი დაემატა, რომელიც მანამდე არ ვიცოდით. იმავე დღეს დასანქცირდა ყულევის სპორტი. რომ რატომ და უკვე საუბარი თქვენთან ბევრჯერ გვისაუბრია რომ მტკიცება რომ აი რუსული ნავთობის შემოქონდა და ფიქტიური რაღაც მოძრაობები ხდებოდა და ზედათ რუსეთის პროდუქცია გადიოდა. იმავე დღეს დასანქცირდა ინტერრაო, რომლის შვილობილი კომპანია არის თელასი და აეშუქი ახლა ჩვენ ხედავთ და ძალიან სამწუხაროა ეს. მაგრამ ეს მოხდა ჯეკილი შევარდნაძის და შევარდნაძესაც კი არ გაუყიდია, AST ამერიკული გაკოტრდა და თელასი კი არ უყიდია.
რუსულ კომპანიას, არამედ იყიდა არლინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სათავო ოფისი, რომელიც ფლობდა ამერიკაში ენერგოობიექტებს, ბრაზილიაში, ყაზახეთში, საქართველოში და ჩაიგდო ეს ხელში და ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზული პრობლემა. და როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ არ ვიცით. ანუ ერთ დღეში ყველა მიმართულებით, აქეთ ეს ბიტკოინები, აქეთ ტრანზაქციები, აქეთ ყულევის სპორტი, აქეთ ინტერრაუ და ასე ვთქვათ, თბილისში დამაჩორის 2 ხრამი. რატომ არის, რომ ყველგან საქართველოა, ყველგან ნეგატიური კუთხით და ყველა, ასე ვთქვათ, საქართველოს სახელის გახმოვანებაზე რუსეთი და რუსეთის მხარდაჭერა იგრძნობა. სანქციების გვერდის ავლა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მჭიდროდ დამყარება და მათ შორის უკრაინაში რუსეთის აგრესიის ხელშეწყობა ფინანსური გზით, რაც ამ გადაცემაში იყო ტრანზაქციების მეშვეობით და ასევე აქ არსებული აი ამ კრიპტო მომპოვებელი, ასე ვთქვათ, ინდუსტრიით, აქ ვერ ვიტყვით რომ პირდაპირ რუსეთს ეხმარება, მაგრამ აქ გამომუშავებული ეს კრიპტოს ადმინის, რატო ემთხოვა ერთმანეთთან? ზუსტად ეს კითხვები დასვა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომ რას ხმარდება ეს ფული, ვისია ეს ფული, მიდის თუ არა უკრაინაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გონივრული ეჭვია, რომ ეს თანხა ხმარდება პუტინის ინტერესებს. ბატონ რომან, ისევ მინდა რომ ყველაზე აქტუალურ საკითხს დაუბრუნდეთ, რაც უკავშირდება დენის გათიშვას. დღესაც მე სუსტს მივმართე კითხვით, საბოტაჟის მუხლით დაიწყო გამოძიება და ხომ არ ქონდათ რაიმე სიახლე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ასეთი რამ თქვეს. მე 42 წლის ვარ, მოვესწარი 90-იანებს და მახსოვს, რომ ყოველი დენის გათიშვის დროს რაღაც კონკრეტული მიზეზი ვიცოდით, აი რომელიღაცა ფლოპი დაზიანდა, რაღაც ყოველთვის განმარტება გქონდათ. ახლა ძალიან დიდი დაბნეულობა. როგორ ფიქრობთ, რატომ საბოტაჟის მუხლით, რატომ დუმილი ამ თემაზე? რა კავშირი შეიძლება იყოს აქ სწორედ ის ინტერესები, რაზეც ვსაუბრობდით, რაც ოლიგარქის ინტერესებს გულისხმობს? იმიტომ არის დუმილი, რომ მაშინ ვიცოდით რა ხდებოდა. დენი რომ გაითიშოს ორი მიზეზია საჭირო. ან გენერაცია უნდა ასე ვთქვათ გაჩერდეს, რაღაცა მოუვიდეს, მეცხრე ბლოკს კიდე რომელიღაცა დაზიანდეს, ან ელექტროგადაცემული ხაზები გაწყდეს და ან თოვლმა შეიძლება გაწყვიტოს და იქ სვანეთში, რუსეთიდან კავკასიონი ვარ ხაზი და მე იმერეთი რო ქვია, სხვაშორის ყველა ხაზები, რაც კი საქართველოში არის, ყველა მაღალი ასე ვთქვათ ძაბვის ხაზები 50-50%-იან საკუთრებაში რუსეთსა და საქართველოში. ხო, ეს 90-იანი წლების გადმონაშია და საბჭოთა კავშირის და ახლა შორს აგვიყვანდა. ყველაფერი რუსეთთან ერთად არის. იგივე შემომავალი ხაზი კავკასიონი, იმერეთი რატომ უნდა იყოს ენგურიდან მომავალი ზესტაფონამდე ელექტროგადამცემი ხაზი რატომ უნდა ეკუთვნოდეს 50% რუსეთს. ასევე რუსეთს ეკუთვნის აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხაზები, ასევე გარდაბანთანი სომხეთთან დამაკავშირებელი ხაზები. ანუ შიდა ქსელი რატომ უნდა იყოს საკ რუს ენერგოსი, რატომ არ ხდება პარალელური სიმძლავრეების აშენება? 14 წელია ხელისუფლებაშია და იმერეთის ხაზი, რომელიც ახლა დაზიანდა, რომელიც ისევე ვამბობ რუსეთს ეკუთვნის, თუმცა რუსული დივერსია არ ყოფილა, რუსეთი თავის ასე ვთქვათ მოკავშირემთავრობას ამ კუთხით დივერსიას ვერ მოუწყობს, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე დაისახა ამ ხელისუფლების ასე ვთქვათ რეპუტაციაზე, ნდობაზე და აგერ კრიპტოზე ვლაპარაკობთ და მის როლზე. სიამოვნებაში რა ხდება? ხდება ის, რომ აგერ ენგურის კაშხლის დირექტორმა თქვა, რომ არაფერი ენგურზე არ ხდება. ჩვენ მუშაობს ენგური, არაფერი ავარია არ მოხდარა, მაგრამ უზარმაზარი ძაბვა მიედინება აი ამ ენგურიდან, აგერ აი ამ ელექტროგადამცემ ხაზებში და იმერეთი გაითიშა. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ გაუძლოს ის სისტემამ. როდესაც ამბობენ, რომ საბოტაჟი ვიძიებთ, ეს არის მცდელობა გაამართლონ ხელისუფლება. დენ იმიტომ კი არ გაითიშა, რომ 15 წლის თუ 14 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში ასე ვთქვათ ჩააგდეს ყველა პროექტები, ნამახვანი, ხუდონი, ნენსკრაჰესი მილიარდიანი პროექტები გააგდეს ინვესტორები 400 მილიონი დაგვაჯარიმა სასამართლო და კატასტროფაა ჩვენთვის და მალე უნდა დავიწყოთ გადახდა თურქული კომპანიისადმი ნამახვანში 139 მილიონი დოლარს უკვე ვიხდით ინტერრაო, ანუ აი ამ რუსული კომპანიის მიერ ასე ვთქვათ ჯარიმას და
მარტო ეს ორი აქეთ 139 იქით 450-მდე ადის 450-მდე ჯარიმებით ეს რომ წარმოუდგენელია ანაკლიას ავაშენებდით ორი ჯარიმით ნამახვანისა და ინტერრაოს ჯარიმა რომელიც წავაგეთ ერთ ვიხტიდან მეორეს დავიწყებთ ავაშენებდით ანაკლიას ეს კატასტროფული ვითარებაა და ამორტიზებული ხაზები რა კავშირშია კრიპტო ასე ვთქვათ აი ამ მაინინგთან ისე ვამბობ ჯერ დაიწყო გორში მერე აგერ იმაში ფრანში მერე სოკოებივით მომრავლდნენ ახლა არის 30-მდე სვანეთი საერთოდ სხვა საკითხია სვანეთი მოიხმარდა 10 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიას. დღეს სვანეთი მოიხმარს 133 მილიონ კილოვატ-საათ ენერგიას. 123 მილიონი კილოვატ-საათ ენერგია. მოსახლეობის რაოდენობა იქ არ გაზრდილა და არც საწარმოები აგუგუნდა. ეს ხო კიდე წარმოუდგენელი კლასიკურ საწარმოებს გულისხმობდა არა 123 კრიპტოვალუტის მწარმოება. 123 მილიონის კრიპტო საწარმოები, კრიპტო გამომუშავება წარმოება ხდება. და რა გვაჩვენებს ოპერაცია ჩაატარეს და 200 ცალის სერვერი ამოიღეს რომ შეხედოთ დაჟანგული, გადაყრილი. როდესაც 5000-მდე სერვერი უნდა მუშაობდეს რომ დაახლოებით ამ მხოლოდ ამ მიმართულებით 123 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ანუ რა არის 700 მილიონი კილოვატ-საათი ენერგია. აი წარმოვიდგინოთ გლანში 500 მილიონია და კიდე ქუთაისში დავუმატოთ, მაგრამ გლანის თვითონ ნაგებობა არის დაეტევა დინამოს სტადიონის საფეხბურთო მოედანზე. საოცრება. აი წარმოვიდგინოთ, შევედით დინამოს სტადიონზე და ეს არის აი ეს გლანის ეს საწარმო, რომელიც გამოიმუშავებს იმდენს ამნესაც ბათუმი. ბათუმი წარმოვიდგინოთ, პორტები, ქარხნები 180,000 მოსახლეობა, სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამას ვეღარ უძლებს ინფრასტრუქტურა. აი ამოდენას გამოიმუშავებს ერთი შენობა გლანში. მიდით ახლა ნახეთ გაგიკვირდებათ როგორ. აი ეს არის უცნაური და რატომ მიდით ნახეთ მე მგონი ის რეპლიკად თქვით, იმიტომ რომ აი გერმანულ ჟურნალისტს რამხელა მცდელობა დაჭირდა რომ შესულიყო იქ და ინახა და სხვათა შორის იმაში დოკუმენტურ ფილმში საუბრობს იმაზეც რომ რუსული მინიშნებები არისო იქ რატომ არისო რუსული იმიტომ რომ რუსული კომპანიების მოზიდვა და მესაკუთრებით რუსები არიან გვარუსული გვარია და ახლა მოდით ტარიფები ამის გამო იზრდება რა თქვა ნარმანიამ რითი დაასაბუთა რომ დენის ტარიფი უნდა გაზრდილიყო თუ დენის ტარიფი არ გაიზრდება მაშინ ენერგოსექტორი ჩვენი არის ამორტიზებული ელექტროგადამცემი ხაზები გავიხსენოთ უკვე უკანო გონ შემოუბრუნდებათ დენის ტარიფის გაზრდის აუცილებლობა იმასთან რომ ქვეყანა ჩაბნელდა და ორჯერდელი გაითიშა ანუ უკვე საკუთარი სიტყვებით უნდა დახვდეს წინ რომ ელექტროგადამცემი ხაზები არის ამორტიზებული ქვესადგურები რომ ტრანსფორმატორები იწვის და თუ ინვესტიცია არ იქნება და თუ ფასი და ტარიფი არ გაიზრდება და ენერგოკომპანიებს გენერაციას ენგურს და სხვა ჟინვალს და ასე შემდეგ და თბოსადგურებს აგერ სწორედ აღნიშნული იყო რუსული გაზი უკვე მილიარდ კუბური მეტრს მიუახლოვდა ჩვენ მოვიხმართ დაახლოებით სადღაც 3 მილიარდამდე კუბური მეტრ გაზს და 1 მილიარდი უკვე 25% რუსეთიდან შემოდის მართლაც იწვება მე აი ამ იმაში და საოცარია რუსეთიდან თითქმის მილიარდი კილოვატ-საათი ენერგია უკვე დენის შემოდის ანუ ჩვენ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიც გაზრდილია და გაზის იმპორტიც და ორივე გაძვირებულია თქვენ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი მაშინ გაზპრომის საიდუმლო დოკუმენტი ხელშეკრულების დეტალები სადაც ჩანდა როცა ჩვენ მთავრობის საიტზე ვნახეთ ეგრეთ წოდებული მთავრობის სხვათა შორის დღეს სულს ეს კითხვაც დაუსვი გემახსოვრებათ მაშინ რომ ჩვენ შევძელით ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მაყურებლისთვის გვეთქვა რომ ბოლო წლების განმავლობაში მოცულობაც გაზრდილია გაზპრომიდან შესყიდული გაზის ფასიც და ამის შემდეგ დაიწყეს გამოძიება თითქოს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა სამთავრობო საიტზე დღეს დავსვი კითხვა დადასტურდა თუ არა 6 თვის თავზე რომ ეს იყო მართლაც კიბერშეტევა და თუ გამოვლინდა პასუხისმგებელი პირები და აქაც მივიღე პასუხად რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები 6 თვე იმედია დენი რატომ გამოექცა მთელს ქვეყანაში ამის დადგენასაც 6 თვე არ დასჭირდება 2 თვე იდო დაახლოებით ვენახევარი რაც თქვენ აღმოაჩინეთ შემთხვევით თუ თქვენი პროფესიონალიზმით საიდუმლო ხელშეკრულება კანცელარიაში გაზპრომსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული და აღმოაჩინეთ და დიდი ამბები ატყდა და ვიღაც დოყლაპიობის გამო
სუსი გამოვიდა და მთელ მსოფლიოს აცნო, ამცნო, რომ თურმე საქართველოს თავრობის ვებგვერდი გატეხეს. ვინ გატეხა? Deep State-მა, ოპოზიციამ გატეხა, ვინ გატეხა და იმის გამო რომ გაემართლებინათ ვიღაც ჩინოვნიკის მიდი და გამოარკვიე ვინ და შემთხვევით ხდება ასეთი რაღაცა. მე რა არის მოგივიდა შეცდომა. ნაცვლად ამისა უკვე სახელმწიფო ასე ვთქვათ ძირგამომრთხრელი რაღაც ორგანიზაციის არსებობის ასე ვთქვათ მითის შეთხზეს ვიღაც თუნდაც კანცელარის, თუნდაც პრემიერ-მინისტრის გამართლების მიზნით. ეხლა ეძებენ რაღაცა ისი საბოტაჟი დამთავრდება 6 თვე გავიდა და რაიმე ხმა ამოიღეს არავის არ გაახსენდება თუ კიდევ დენი არ გაითიშა ისი საბოტაჟი რა საბოტაჟი გადაიტვირთა ენერგოსისტემა თავთავრობამ აღიარა 700 მილიონი კილოვატ-საათი ეს რაც ნიშნავს ნახეთ ხომ კიდევ ერთ ამას ვიტყვი მარტო ბლდანში ის დინამო სტადიონის სიდიდის შენობა დგას მეც მოიყვარს ვიდრე კახეთი ორჯერ მეც ვიდრე რკინიგზა სადაც 10000 ადამიანია დასაქმებული და მეტროპოლიტენი სადაც არის 4800 15000 ადამიანი დასაქმებული სადაც არის დენი მოიხმაროს ნებისმიერმა საწარმომ ოღონდ ამ მოხმარებას უნდა მოძებდეს მოგება და ბიუჯეტში შენატანები და სამუშაო ადგილების შექმნა და მინდა დავამთავრო რითი განსხვავდება კრიპტო ასე ვთქვათ ქარხნები ჩვეულებრივი ქარხნებისგან საქართველოში სულ რამდენიმე ქარხანაა რომელიც მუშაობს 2-3 წლაში, 5 წლაში. იქ ცემენტის ქარხნები, მეტალურგია და რამდენიმე. ღამით კვდება ეკონომიკა, ეკონომიკური აქტივობა. მხოლოდ მეტროპოლიტენს კი ჩერდება, რკინიგზაში მედის, ასე თქვა სატვირთო შემოშემადგენლობა და ხალხი იძინებს, მაღაზიები ითიშება, ისვენებს ენერგოსისტემა. ისვენებს ეს ტრანსფორმატორები, ქვესადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები. რა არის კრიპტო მოპოვება? 24 საათი, 365 დღე. ყოველგვარი შესვენების გარშე, იმიტომ იქ შეუძლებელია რომ პაუზა გაკეთდეს, ასეთია. ეს სისტემა ანგრევს, აი ამ ქსელებს და ვინ უნდა აღადგინოს? უნდა აღადგინოს ისევ ხელისუფლებამ, ისევ ინვესტიცია, ჩვენი ჯიბიდან ტარიფები უნდა გაიზარდოს და რას აძლევს ქვეყანას? არაფერს. ვის აძლევს? იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს, გამოიგონეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, აი ესეთი ასე ვთქვათ, გათავისუფლების კი არ გამოიგონეს, ისარგებლეს და თავის შეაფარეს ინდუსტრიულ ზონას, მუშაობენ მილიონობს, ასეული მილიონებს შეუვლობენ, როგორც ჩანს, რუსეთსაც ეხმარებიან აი ამ ბიტკოინებით ომის დაფინანსებაში, თუმცა პირდაპირ ამ მაინინგის საწარმოებს ამას ვერ დავაბრალებ, აქ საუბარია უკვე იმ სხვა ტიპის საწარმოებზე და ქვეყანას რა სიკეთეს აძლევენ. რუსეთიდან ყიდულობთ იმდენ დენს, რამდენი ჭირდება მათ. ყიდულობთ ძვირს ორჯერ ძვირს და ორჯერ იაფად ვაძლევთ. დენი ხომ 18%-ით ნაკლებად მიეწოდება. ჩვენ რასაც ვიხდით და ნებისმიერი კომპანია, თუ ნებისმიერი მაღაზია, თუ ნებისმიერი აფთიაქი 18%-ით ნაკლებს იხდიან ისინი, ვინაიდან დღეს არ იხდიან. ამიტომ აი ასე სასათბურო ვითარებაში ქვეყნის ბიუჯეტიდან ამოღებული ფულითა და მოსახლეობისათვის მოპარული დენით არსებობენ და ეს უნდა შეწყდეს ინდუსტრიულ ზონებში კრიპტომოპოვება უნდა აიგზავნოს. ზონის გარეთ? კი ბატონო, ზონის გარეთ რაც უნდა ისაკუთროს. და იყოს გამჭვირვალე. ხო, მაგრამ ერთ დღეში დაიყურება ყველა. ერთ დღეში, ვინაიდან შეღავათის გარეშე, იაფიდენის გარეშე ეს ჩდება ძვირი. ბატონ რომანი, ბოლო კითხვის დასმა მინდა მოვასწრო და იქნებ მოკლედ მიპასუხოთ. აი, ყველაფერი ისე რომ გაგრძელდეს, როგორც ახლა გვაქვს სახეზე რამოცემულობაც. დაზღვეულები ვართ, კვლავ ისე ჩავფნელდეთ, როგორც რამდენიმე დღის წინ. თუ ეს გარდაუვლად კიდე მოხდება. ეს ეხება არა მარტო აი ამ ასე ვთქვათ ამ კორუმპირებულ ხელისუფლებას, რომელმაც დიდი საფრთხის წინაშე ჩააყენა ქვეყანა და ჩვენ ფაქტობრივად ვარ ძალიან მოწყვლადი და ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ფაქტობ ნულზე დასული. და ამავე დროს ეხება ყველას, მათ შორის საზოგადოებრივ აქტივისტებს და მათ შორის ოპოზიციასაც, რომლებიც ასე ვთქვათ, საჰესო კამპანიებში მონაწილეობდნენ. საკმარისია, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი დიდი მარეგულირებელი სადგური ენგურის ჰესი. ენგურის ჰესში ენგურის სისტემაში ჩვენ გვეკუთვნის წყალი და ჯვარში კაშხალი. მორჩა სიმართლეს უნდა შევხედოთ თვალებში. ჩვენ ვართ წყლის მესაკუთრე. დანარჩენი ყველაფერი აფხაზის ტერიტორიაზეა.
15 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მატარებელი გაეტევა 8 მეტრს სიმაღლე. აი ეს მუზარმაზარია თქვენი სტუდია. სამჯერ უფრო დიდი. 15 კილომეტრით წყალი მიდის და შემდეგ დენის გამომუშავება. იქ მეორე წყალსაცავი წარმოიქმნება, გალის ზღვა ქვია და იქ ხდება გენერაცია და შემდეგ ვარდნილი ჰეზები. საკმარისია, ვინ მართავს ამას? რუსეთი. საკმარისია ერთ ღილაკს ხელი დააჭიროს და საქართველოს ენერგეტიკა ჩამოიშლება. ვინაიდან არათუ ენგურის გათიშვა, არამედ აგერ ერთი გადამცემი ხაზი აი ამ ასე ვთქვათ სიმძლავრის მომატება მაგერ პარალელიზება მოახდინა. საქართველოში უნდა აშენებულიყო 3 დიდი იმარეგულირებელი კაშხალი, 9 მილიარდი დოლარის კორელები იყო გააგდეს. 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ინდოელები იყო გააგდეს და ინდოელებს რომ არეჩივლად 13 მილიონი დოლარი მაშინ ვიყავი პარლამენტში და ვაპროტესტოდი რატომ მიეცით დღემდე არის რატომ მისცეს ინდოელები წავიდნენ ბიუჯეტიდან 13 მილიონი დოლარი გააყოლეს და 400 მილიონი დაგვაჯამინეს ნამახვანი. კარგია გაზის მაგ ასე ვთქვათ სადგურები, მაგრამ ძალიან ძვირია და ის ვერ გამოდგება ასე ვთქვათ მარეგულირებელ ასე ვთქვათ სისტემის ნაწილად. რა თქმა უნდა, კარგია ქარისა და მზის, მაგრამ ესენი მხოლოდ დამატებითი ძლავრი მარეგულირებული სადგურის გარეშე თავად ეს სფეროს ვერ განვითარდება. ამიტომ ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ. ჩაშალა ქართულმა ოცნებამ ყველა მსხვილი პროექტები. ხაზები ისევ დაზიანებულია. კორუფციული ხელშეკრულება გაფორმდა როგორც გაზპრომთან, ასევე ინტერრაოსთან და ჩვენ ვიცით უკვე ამ ხელშეკრულების შედეგი 129 მილიონს ვიხდით. ამიტომ საქართველოს ენერგეტიკას სჭირდება ახალი სიცოცხლე, რომლის რესურსებიც ჩვენ გაგვაჩნია. ან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ან სიღატაკე, ემიგრაცია და კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად არაფერი დაზიანდება. მაგრამ იქ სადაც მართლა არაფერი ზიანდებოდა, ხადორზე, ღელეზე აშენებდნენ ეს, ღელეზე, რომელიც 5 მეგავატის სიმძლავრის იყო და რომელიც დაახლოებით 100 ჯერ პატარა სიმძლავრის, მას კაშხალიც არ ჭირდებოდა და ისიც რა ქვია, წყალსაცავის და ისიც კი ჩაშალეს. ამიტომ ძალიან ბევრი გაშვებული შანსი ვნახეთ ამიტომ პატარა ღელეზეც კი ესებს არ აშენებენ, ვერ აშენებენ, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლების ადმინისტრირება, კორუფცია, თავად ხელისუფლების ინტერესები, ვინ არის მის პარლამენტო ვიღაცა, ვინ გამოიყვანა, ვინ დაუთმო კარვის კალაკი იმაში რა ქვია რესპუბლიკის მოედანზე, ვინ გადააკეტინა თავისუფლების მოედანი, ქუჩაზე ტროტუარზე გავლისის ხალხს იჭერენ. და 3 დღე ერთი კვირა პარალიზებული იყო ქალაქი. ხელისუფლებას რაღაც თავისი ინტერესები ჰქონდა და არ არის გამორიცხული რომ აი აგერ იმ თურქულმა კომპანიამ ის ფული რომელიც 30 წელიწადში უნდა ამოიღო 30 წამში პარიზის სასამართლოში ამოიღო და კიდე არავინ იცის ვის აძლევდა ამ ფულს. ასე რომ ამ ხელისუფლებამ უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა და ქვეყნის ენერგეტიკა, რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ძალიან დიდი მადლობა. რომან გოცერიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.